შემთხვევაში დღევანდელი ადმინისტრაცია ასე ჩანს რო აპირებს, მაგრამ ეს მარტო საკუთარ სურვილებზე არ არის დავით ბატონო, შეიძლება ისეთ რამეში ჩაგიწვიო, ის სურვილიც არასდროს არ გქონდეს ადამიანს. აქეთ ერთი ფაქტია, ბატონო, გუბაზაი ხალხგასასმელი და მემწყდებადი რომ ჩვენ ამაზე ვერ მოვასწარეთ საუბარი, თუ მეხსიერება ალბათ 73,000 ევროი ცხოვრობდა საქართველოში, ახლა 7,000 დაგარჩა. აი ამ 70,000-დან 50,000-მდე მე მგონი ეს არის იქ ქართველებს, ვისაც ეძახენ 100,000 მეტი. აი მე ეს საომავლებთან ამის მინდოდა რომ აი აქ დაბადებული 50,000 ადამიანი არის ისრაელში. გადადებს ქართველი მეუღლემა. ხოთაშორის არიან იმ რეგიონში, აჟდოდში, აშკელონში, ეს სამხრეთში არის ღაზისე სასახლება ქართველი ბებო რასის ახდენ მაგას გამოვიდა. ალიას არა ეს კი რეპატრიანტები. აი ამ მასულებით ამ საგარეო საქმეთა სამინისტრომ გააკეთოს აი მე განცხადებანი ინფორმაცია მოგვაწოდოთ. ან მოვიკითხოთ ის ხალხი რა ხდება, ან რეპორტაჟი გაკეთეს რა ხდება კაცო. რაღაცა ინფორმაცია ხო უნდა გავიგოთ. შენ სამეზობლოში დავანებოთ ამ იმას, რა ქვია, ხარდას, თქვა, სიტყვა დავანებოთ. გროზნოში რა ხდება? იგუშეთში რა ხდება, ბაქოში რა ხდება, ერევანში რა, სამეზობლოში რა ხდება, გაგვაგებიეთ, კაცო. რო დარბიხართ ამ ვაშინგტონში და ბრიუსელში რა და ვერაფერ ვერ გებულობ. ხელი უბედურება რა ამაში არის რა. ან რა რეპორტაჟებს აკეთებენ, ან რეებს ლაპარაკობენ, ან რეებს ბოდავენ საერთოდ რა. ოღონდ დღეს ბატონობა შევთავაზეთ, რომ საინტერესო იქნებოდა ჩვენთვის ქართულად მოლაპარაკე. აი ეს არის აგრი მაინც გავიგოთ და მე ვფიქრობ რომ მან ისრაელის საელჩომ თუ გააკეთა საგანგებო პრესკონფერენცია და მიგიწვია ჩვენ ქართველი ჟურნალისტები მოგვაწოდონ ინფორმაცია ქართველ ებრაელებს და მე პრობლემა შეექმნა თუ არა იგან ექმნება თუ არა მე ვფიქრობ საინტერესო იქნებოდა ამ მიმართულებით უფრო მეტი ინფორმაცია მიგიღო ისე რა ელემენტარულად იმის რა ინფორმაცია ვიცოდე და დიდი მადლობა მე და გითხრათ ბატონო გუბაზ რომ აი ამ თემას წინანდებას ვიტყვით თუ შეიძლება შობა მოგზანდება და ჩემთვის პირადად ახალი წელი არ არის ისეთ მნიშვნელოვანი როგორც ჩემს ეს მაინც საბავშვო გადაცემა იყო ჩემთვის სიახლის გრძნობა მე ახალ წელთან დაკავშირებით ნამდვილად არ მაქვს თვითონ მეგობრებო ეს ჩემი მოსაზრებაა სიახლის გრძნობა მე მაქვს შობასთან დაკავშირებით როცა 7 შემოგზანდება ამაღამ იქნება დაიწყება ეს დიდი დღესასწაული შობა ჩვენი უფლისა ჩვენის იესო ქრისტესი მაცხოვრისა ჩვენის და თავით დაგულოცოს შობის მადლი ქონოდეს საქართველოს აუჯეროთ ჩვენ ხალხს ჭკუას მოუხმოთ ორ რამეს უკისურვებთ ყველას ორად ორ რამეს ჯანმრთელობას და ცუდი და კარგი გაგერჩიოთ ყოველთვის ავი და კარგი გაგერჩიოთ ყოველთვის ავი და კარგის გარჩევა ესწავლოთ ჩვენ ხალხს ღვთისმადლით ჩვენ ყავს ისეთი ადამიანი რომელსაც აქვს ამის უნარი ჩვენ რომ სულგზაზე დაგვაყენოს მე გულისხმობ პატრიარქს ილია მეორეს დიდკაცს მე მინდა თქვა შეიძლება უხეშად გამომივიდეს მაგრამ ის არის გამტარი ჩვენსა და უფალ შორის სამწუხაროდ არის ასეთი სიტუაცია რომ ყველა მას პატივს ცემს რა თქმა უნდა ყველას გვიყვარს მაგრამ სამწუხაროდ არასდროს მას არ დაუჯერებთ რა ქართველებმა არასდროს მისი რჩევა არ გავითვალისწინებს და ღმერთმა ამის უნარი მოგცეს, ავი და კარგი გაგვერჩიოს, ღმერთმა იმის უნარი მოგცეს, რომ ჭკვიანი ადამიანისა და ჭკვიანი ადამიანების რჩევები გაგვეთვალისწინოს, ჯანმრთელობა, ხვავი, ბარაქა და აყვავება ყოფილიყოს 2009 წელს ჩვენ სამშობლოში. იდღებდებით იბედნიერად. დიდი მადლობა. დიდი მადლობა, ბატონო გუბასტანი გზე გახდა ჩვენი სტუმარი, საინფორმაციო შემდგომ ბატონი, ახლა უკავა გახდა, გახდება ჩვენი სტუმარი, დაგველოდეს, მადლობა. Ideea conversațională, bătonebătă, mi-a și măcălă saubari, conservator savide, zapato cafa, asta bine mă baton cafa bomba de certan, tozele să interesul am să de vida că se trece de ușinda, am ținut de mijloc sponsor certan saubari. Როგორც მე გავიგე 25-დან ჩვენ აპირებთ რაღაც აქციების აბორებას.
Saamsidobis მოგესალმებით. დიდი მადლობა მოწვევისთვის და მინდა პირველად ვარ თქვენ სტუდიაში, მინდა ვისარგებლო ამ შემთხვევით, რომ საქართველოს მიულოცო ამდენი შობა. საერთოდ 2009 წელი ყოფილიყოს ყველა მტკივილის მოშიშების წელიწადი, რომელიც 2008 წელმა დაგვიტოვა. Შეიძლება თქვენ შეკითხოთ, არაფერი რამე განსაკუთრებული სიახლეის ადგილი არ აქვს, უბრალოდ როგორც გამოცხადებული იყო თვითონ ამ საპროტესტო აქციების შესახებ. Შეიკრიბება დამატებით გაერთიანებული ოპოზიცია და ალბათ უახლოეს რამოდენიმე დღეში გააკეთებს განცხადებას, თქვენით რომ მოთხოვნა ადამიანელი არჩევნების შესახებ, ადამიანელი საპრეზიდენტო და საპარლამენტო არჩევნების შესახებ არის თვალაში, ისიც რომ შეთავაზება გაერთიანებული ოპოზიციისა მოლაპარაკებების შესახებ, დიალოგის შესახებ, ხელისუფლების მიმართ დარჩა უპასუხოდ, ამიტომ ბუნებრივია ამ ვითარებაში, როცა დასრულდება ეს ქართული კალენდრის ყველა ახალი წელი, ბუნებრივია რომ ამ ვითარებაში არის გარკვეული პოლიტიკური გადაწყვეტილება ისაღები იმისთვის, რომ ქვეყანა ამ კრიზისიდან გამოვიდეს, იმიტომ რომ ერთის მხრივ ხელისუფლებას არ სურს არაფერს შეცვლა, მეორეს მხრივ საზოგადოება სრულად აშკარად ითხოვს სრულიად, ამიტომ ბუნებრივია რომ უკვე იანვრის თვეში აქტიური პოლიტიკური სეზონი გველოდება წინ. Აგიფიქრეთ უკვე დაწეული აქტიური პოლიტიკური პროცესები, იმიტომ რომ მე როგორც გავიგე, ეს გალობლიშვილი აღარ იქნება პრემიერ-მინისტრი, აღარ ფაქტობრივად ჩამოსწრებია უხარების დაუგზავნიათ ყველაფერი და თავად რესურსი არის აი ამ ნაციონალური რაღაც აი ამ ანკლავის და ამოწურული და ისეთი მესიჯები მოდის სამსამ და 4 კაცს ხდება ოპოზიციურად განწყობილი ინტელიგენციისა და სხვადასხვა საზოგადოებრივი ორგანიზაციების წარმომადგენლების თან სააკაშვილისა მე მგონი იცით რომ აი მას სხვადასხვა არ დარჩება გარდა იმისა რომ სწორედ ოპოზიციურად განწყობილი ადამიანები დააკომპლექტოს თავობა. აგიფიქრეთ აი ამ პერსპექტივაზე და ეგება ჩააქრევდა ჩანააღმდეს კიდევაც ის თქვენი შეერთებული რაღაც პოზიცია რომ ყველანაირი არჩევნები ჩატარდეს. აი დღეს ნაფერი მაგალითი იყო ის ქალაქის მერი გამოვიდა და აშკარად ლეიბორისტების თემა გააჟღერა და აი თითქოს წარსულა უნდა და იმ ინიციატივისა და თვითონ უნდა დააკმაყოფილონ და ესე ვთქვათ გაიტანონ ის, რასაც ოპოზიციური ჯგუფები აფიქსირებენ. რაღაცა ახეთკენ მიექანება ეს რეჟიმი, როგორღაც უნდა თავის გადარჩენის მიზნით, ჩემის აზრით, ან ჩაანაცვლოს მოთხოვნები, ან ისეთი შემოვიდეს ხუპეს თქვენთან და მე ისეთი პერსპექტივა ვხედავ, რომ თავად იქნება ინიციატორი სააკაშვილი, რომ თქვენი ხალხი დაკომპლექტდეს მისი თავობა. მე ვფიქრობ, რომ საკადრო პერსონალური გადაადგილებები სულეთია პრემიერ-მინისტრის პოსტზე იქნება თუ რომელიმე სხვა პოსტზე იქნება, ეს უკვე სიტუაციას ვერ შეცვლის, იმიტომ რომ პრობლემა არ არის პრემიერ-მინისტრი. პრობლემა არ არის რომელიმე მინისტრი, პრობლემა არ არის ქალაქის მერში, პრობლემა არის ქვეყნის პრეზიდენტი. აი ეს სულეთი დამით, აი ახლა დახმარებები მოდის. დიახ. შეიქმნა სპეციალურად ანტიკრიზისული ჯგუფი, რომ აი მან გააკონტროლოს აი ეს დახმარებები. უკვე გამოვარდა აგერ ინფორმაცია, რომ ის ჰაიატის მშენებლობა, აი ეს გრანტი დახმარება, აი ამ ომის გამო გამოსული და ფინანსება ეს ასწავლა შენებლობა 30 მილიარდი მასია გამოყოფილი. ეს ბანკი ძალიან მნიშვნელოვანი არის ჩვენს ქვეყანაში, სადაც სუჩევის დიდი მანქანა მუშაობს, წყვილის და მართლის ერთმანეთისგან გარჩევას სულერთიეს პოლიტიკური საკითხი იქნება თუ რაიმე სხვა საკითხი. იგივე ახლა მშენებლობა ახსენეთ თქვენ და მშენებლობები და სოციალური პროექტები ეს არის ერთი დიდი წყვილი, იმიტომ რომ მე მსმენია ალბათ თქვენს ათობით სასტუმროს პრეზენტაცია, პროექტის პრეზენტაცია გაკეთებული მიხეილ სააკაშვილის გასული 4 წლის მანძილზე. ვინმე უნახია ერთი რომელიმე გინდა სასტუმრო, გინდა სკოლა, გინდა საავადმყოფო, რაიმე აშენებული თუ გვინახია ჩვენ გაკეთებული 100 საავადმყოფოდან ერთი საავადმყოფო ნახა ვინმე მასშტაბზე და დიდი წყვილი. ასეთი წყვილი არის საკადრო გადაადგილებები. მე მინდა გითხრათ ბატონო დავით რომ როგორც მედიცინაში არის წესი რომ თუ სწორი დიაგნოზი არ დაიწყოს და ვერანაირად სწორი მკურნალობის მეთოდი ვერ იქნება შერჩეული, ასევე არის პოლიტიკაში. ახლა თუ ჩვენ თავს მოვიწყებთ რომ პრემიერ-მინისტრის შეცვლა, ან რომელიმე მინისტრის შეცვლა ქვეყანას გამოიყვანს კრიზისიდან, ეს არის წყვილი, იმიტომ რომ პრემიერ-მინისტრები და მინისტრები ამ ქვეყანაში მეგონი 3-ჯერ თუ 4-ჯერ შეიცვალა უკვე მას შემდეგ რაც სააკაშვილი არის პრეზიდენტი. რა შეიცვალა გურგენიძის მაგროდ გალობლიშვილის დანიშნით არაფერი, ასევე გალობლიშვილს თუ დილაურით ჩანაცვლდნენ, რადგან საუბარი არის უახლოეს დღეებში, ესეც არაფერს არ შეცვლის. პრობლემა არის ერთ ადამიანში, მიხეილ სააკაშვილში. ყველა პრობლემის წყარო მოდის იქიდან. ჩვენ ვიცით რომ ადამიანის უფლებებს ამ ქვეყანაში გალობლიშვილი და დილაური არ არღვევენ, არღვევს სააკაშვილი.
არჩევნებს ამ ქვეყანაში ის რა ქვია ჯანდაცვის და კულტურის მინისტრი არ ახალბებენ, ახალბებს მიხეილ სააკაშვილი. ის კონფლიქტი რის გამოც ჩვენ ტერიტორიები დავკარგეთ აგვისტოს თვეში არ